Ხელი მომავალი გამოჭედოთ სწორედ მის კედლებში. მე მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ისევ პირველ კურსელებს, რომლებიც ახლები არიან ჩვენთან და ძალიან გვიხარია, რომ ისინი ძალიან ბევრნი მოვიდნენ გორის უნივერსიტეტში. გორის უნივერსიტეტის რექტორი ზაზა ცოტნიაშვილი სტუდენტებს სწავლის დაწყების მილოცვის შემდეგ იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელიც გორის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესზე აისახება. სასწავლო პროგრამები არის აბსოლუტურად ახალი. გამუდმებით ხდება მისი განახლება. ყოველდღიურად ხდება დაკვირვება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და სწორედ მის შესაბამისობაზე ზრუნავთ გამუდმებით. ამდენად გაქვთ მართლაც რეალური შანსი, რომ თქვენ მიიღოთ ცოდნა ცხოვრებისთვის. ზაზა ცოტნიაშვილმა გამორჩეულ პირველ კურსელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და იმ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სტუდენტების წახალისებას ეხება. გორის უნივერსიტეტში 500-მდე პირველ კურსელი ჩაერიცხა, აქედან გამორჩეული იყო 8, რომელთაც მაღალი ქულები ჰქონდათ საერთო ეროვნულ გამოცდებზე. როგორც თქვენ ნახეთ, პროგრედიტ ბანკის ინიციატივით მოხდა მათი დაჯილდოება, ასევე გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დააჯილდოვა ისინი, რომ სხვა სტუდენტებსაც მეტი мотиваცია ჰქონდეთ და ყველა მიცოდეს, ვინც კარგად ისწავლის გორის უნივერსიტეტში, მას ექნება შესაბამისად ადეკვატურად ჯილდო. ამავე დროს თქვენ ნახეთ, რომ TBC ბანკმაც გააკეთა ძალიან ჩემთვის პირადად საინტერესო განცხადება, რომ პირველ კურსელებს, რომლებსაც მაღალი შედეგები ექნებათ პირველი სემესტრის ბოლოს, ისინი მიიღებენ აუცილებლად სტიპენდიას TBC ბანკიდან და მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გორის უნივერსიტეტი, ასე ვთქვათ, ეგებება კიდევ 2009 სასწავლო წელს ძალიან დიდი იმედებით, ძალიან დიდი სიხარულით. ჩვენ არჩეულ კურსს არ გადაუხვევთ და შევეცდებით, რომ ვიყოთ ძალიან ძლიერი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი ზვიად ნაცვლიშვილია, რომელიც სასჯელს იხდიდა, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული წარმატებისთვის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა. მერვე საპრობილეში ვიჯექი, იქიდან ჩავაბარე GPI-ში მქონდა ეროვნული გამოცდები და მოვხდი გორის უნივერსიტეტში და ძალიან ვამაყობ. დიდი მადლობა პრეზიდენტ შეწყალებისთვის და განათლების მინისტრს გუდნიკა გვარამლის. უნივერსიტეტის პროფესორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ სწავლის დაწყება სტუდენტებს ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ რინკუსმა მიულოცა, რომელმაც ასევე რამდენიმე საჩუქარი მიიღო, მათ შორის რაინდის წოდებაც შიდა ქართლის თავადაზნაურთა წარმომადგენლების მხრიდან. Я довольно много езжу по университетам Грузии. И сам я преподавал в Литве университете довольно много лет, 7 лет. Так у меня намерение сделать, что с моей стороны могу. Такие не только официальные, но и дружеские контакты с нашими университетами Литвы. И я думаю, будут приезжать из Литвы, и грузинцы будут приезжать в Литву. И будем, наверное, обмениваться студентами. სწავლის დაწყება პირველ კურსელებს ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიულოცეს სიმღერით.